ღობე, რომელმაც ჯერ თავი წაიქცია და ძალადობრივი აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში გადაიყოლა, ახლა მთავარ დამნაშავედაც იქცა. ვერ შემდგარი რევოლუციონერების მიერ ქვეყნის შიგნით დაწყებული ღობეზე გადაბრალების კამპანია ქვეყნის გარეთ სალომე ზურაბიშვილმა გააგრძელა. ახლა ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ხელისუფლების დამხობის მათეული გეგმა ამ ხელისუფლების მიერ წინასწარ მორყეულმა ღობემ შეიწირა. ღობეები ამ თავდასხმისთვის წინასწარ მომზადდა სავარაუდოდ ადგილობრივი ძალების მიერ. ეს ღობეები ათონელზე წინსწრებად იყო მოყანყალებული. მარცხის ღობეზე გადაბრალების მცდელობა კომიკურ ჟანრში მას შემდეგ გადავიდა, რაც ოპოზიციამ საკუთარ რიგებში დამნაშავის ძებნა დაიწყო. თუმცა დანაშაული, რომ თავად დამხობის მცდელობა იყო, ამის აღიარებას ისევ ღობის სიმყარეზე საუბარი არჩიეს. ჩვენ კარგად ვიცით ზურაბიშვილი რას დავის ემსახურება, ამავდროულად ესეც ვიცით, რომ დილით ემხრობა ძალადობრივ აქციას, მერე ემიჯნება, როცა ხედავს, რომ უკვე ჩაიშალა ეს დამხობის პროცესი და პასუხისმგებლობა დადგება აუცილებლად, ყველაფერი ეს დამხობის ჩაშლა დააბრალეს საწყალ ღობეს. თან მე მგონი ერთს არა, მერე ორ ღობეს დააბრალეს. როდესაც საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის მათი მომხრეებიც კი არ არიან დამხობის მხარდამჭერები, აი ეს არის სათავე და მიზეზი ზუსტად იმისა, რატომაც არ შედგა მათ მიერ დაანონსებული დიდი ოქტომბრის ორღობის რევოლუცია. ორღობის რევოლუცია ვერ შედგა, თუმცა რევოლუციურ პროცესში ოპოზიციის პოლიტიკური როლები, რომ ქვეყნის გარეთ განაწილდა, ამაში მართველი გუნდი დარწმუნებულია. ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად სალომე ზურაბიშვილიც, რომ უცხოეთიდან მიღებულ დავალებებს ასრულებდა, ქართულ ოცნებას ამ რწმენას მისივე განცხადებები უმყარებს. ამბობენ, რომ უცხოელი პატრონები ზურაბიშვილს ახლა დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ. იმის მაგივრად რომ გამოვიდეს დაგმოს და თქვას რომ ეს მიუღებელია, ეს არ უნდა გაეკეთებინა, ვინც ეს გააკეთა არის ქვეყნის მტერი, გამოვიდა და ღობე იყო სუსტიო და ამიტომ ესე იგი არის გონირული ეჭი რომ ეს შეგნებულად გაკეთდა. ამას რო იტყვის. აი ამას რო იტყვის კაბატონი პრეზიდენტად რომელიც იყავი ამ ქვეყნის. ნუ რაზევი კომენტარსაც არ არის ღირსი რომ კომენტარი გავაკეთოთ. წარმოიდგინეთ ადამიანები აი ესე გააფთრებით ორგანიზებულად მიდიან შეტევაზე და თუ კი ღობე არ დახვდათ იმ სიმყარეს რომლითაც თვითონ სტანდარტი წარმოუდგენიათ ღობეს სიმყარისა, მაშინ არ უნდა აგონ პასუხი. ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის ავტორების თვალით დანახული 4 ოქტომბერი ახლა ასეთია. რევოლუცია ვერ შედგა, რადგან ღობემ მყარი არ აღმოჩნდა. ხელისუფლებამ კი თავი თავად არ დაიმხო.